ირანს გამართული დემოკრატიული სისტემა ჰქონდა 1953 წლისთვის, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მოჰამედ მოსადეგი ხელმძღვანელობდა. მისი ხედვით ირანის მიწისქვეშ არსებული ნავთობი ირანელებს ეკუთვნოდათ, თუმცა ბრიტანელებს ეს რესურსი თავიანთ საკუთრებად მიაჩნდათ. სწორედ ამიტომ, როდესაც ირანის დემოკრატიულად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ირანელი ხალხის ნავთობი იყო და მისი ნაციონალიზაცია გადაწყვიტა, ბრიტანელები მივიდნენ დასკვნამდე, რომ საჭირო იყო მოსადეგის მთავრობის გადატრიალება. ბრიტანელები დაუკავშირდნენ ამერიკის მთავრობას, რის შედეგადაც ერთობლივად დაგეგმეს საიდუმლო ოპერაცია მოსადეგის დასამხობად, შაჰის ტახტზე ასაყვანად და იქ პოლიციური რეჟიმის დასამყარებლად, რომელიც ამერიკის კონტროლის ქვეშ იქნებოდა. თუ 1945 წლიდან 1989 წლამდე, ანუ ცივი ომის დასრულებამდე, ამერიკის მიერ ასეთი ტიპის რეჟიმის შეცვლის ოპერაციებს დავაჯამებთ, აღმოვაჩენთ, რომ ისინი პასუხისმგებლები არიან 64 საიდუმლო რეჟიმის შეცვლის ოპერაციაზე, რომლებსაც მეტწილად ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ედგა სათავეში. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.